მოგესალმებით, მე დღეს გავხსნი ტემუს სამასლარი, ან ყუთს და რატო გადავიხადე ტემუს რაღაცების სამასლარი, ჯერ არ ვიცი, მაგრამ იმედია რომ ძალიან ნაგავი არ იქნება რა, ტემუ და რაც გამოვწერე, ზოგი ძალიან საშინელება იყო, ზოგი კიდე ნორმალური, ჯერჯერობით ძალიან კარგი რაღაც ტემუ არ გამომიწერია რა, ანუ იდეალური ხარისხი რო ყოფილიყო, ამიტომ დღეს ჩვენ ერთად ვნახავთ რა დევს აი ამ საკმაოდ დიდ ყუთში. ბევრი რაღაც არის, რამოდენიმე ცოტა ძვირიანიც, რამოდენიმე რავი 2 ლარი, 3 ლარი ღირდა, ამიტომ მოდი ერთად ვნახოთ რა დევს აი ამ ჯანდაბაში, ახლა გავთხრიშოთ და დავიწყოთ. არა, ძიმი არის, ძიმე მართლა არის. იმედია ხმა ძალიან არ გაწუხებთ, იმიტომ რომ ზედ მიკროფონზე მიდევს ეს. აუ, მოდი პირველ რიგში მოვიდა ამას ჯერ არ გავხსნი, იმიტომ რომ ყველაზე მეტად ეგ მაინტერესებს და დავიწყოთ ახლა ესეთი რაღაცებით რა. ეს რა არის? ეს არის Apple Watch-ის სამაჯური ესეთი. ნახოთ ხარისხი მოდი. Apple Watch-ი თუ იმეს გაქვთ და მალე გვერდებათ ხოლმე, გირჩევთ რომ გამოუცვალოთ სამაჯურები, იმიტომ რომ სამაჯურებს რო უცვლი Apple Watch, თითქოს მე ახალი საათი მიკეთია რა. ისეთი შეგრძნება მაქვს და სასიამოვნოდ გაკვირვებული ვარ. საკმაოდ ისეთი ხარისხია, კარგი. ამას გავიკეთებ აუცილებლად, აი ესე გამოიყურება, საკმაოდ კარგი ნაჭერია. და წესით და რიგით მაჯაზეც ეს უკვე ლამაზად უნდა ჩანდეს რა. ოკეი, ხარისხში ამას დავუწერდი ისეთი ალუმინის ისინი აქვს. 10-დან, მოდი 10 იყოს ეს. ანუ მართლა კაი რაღაცაა რა. ხარისხი ძალიან კაი აქვს. Apple Watch-ის სამაჯურია კიდევ ერთხელ გავიმეორებ. კაი, გადავიდეთ შემდეგზე და მოდი არ უყურებ ისე ამოვიდეთ რა. წარმოდგინე, არ მაქვს რა შეიძლება რომ ეს იყოს. ეს არის keyboard-ის, ანუ კლავიატურის, ავიატორის კაბელი რა, ანუ დახვეული კაბელი. მე მაქვს ესეთი კლავიატურა, რომელშიც საკმაოდ ძველი გადავიხადე. დაახლოებით 350 ლარამდე გადავიხადე ამ კლავიატურაში, ჩემი თავაწყე რაღაცეები, ეს custom keycap-ები არის და ამისთვის მინდოდა რაღაც ლამაზი კაბელი, იმიტომ რომ აი ამაზე ვარ ეხა რა. ამიტომ ავდგები და აი ამ კაბელს დავაყენებ ეხა ამ ჩემს კლავიატურაზე რა. ბიჭო, რაღაცა ცუდი არ ჩანს. ანუ ეს არის ესეთი თავი აქ ამას, აქეთ Type-C-ზე შედის და მე ეს შედის კომპიუტერში, ხო? ეს სიგრძე, ამას რამდენად ეყოფა არ ვიცი. ხო. შემდეგი ნივთი. ეს შეფუთვაშია, ჯერ კაცმა არის ის ამაში რა შეიძლება რომ იდოს. ოკეი. ეს არის მეგობრებო Formula 1-ის მანქანა, ესეთი. ეს არის რა შეგვირდება, რომელიც ერთი უკვე მყავს, აი ესეთი. და ეს უფრო კარგად გამოიყურება თითქოს, კი. ანუ შეიძლება საერთოდ არ გავხსნათ ესე შევინახო, ზოგი ესე ინახავს რა. მაგრამ მე ალბათ გავხსნე, მე შევმატებ ჩემი მანქანების კოლექციას რა. ამიტომ ეს მომეწონა, რასაც უყურებ, საკმაოდ ლამაზი და ესეთი არის რა. მოგეთ Formula 1-ის მანქანა, ეხა უკვე 2 მაქვს რა. ესე გამოიყურება. იდეალურია. შემდეგი. თადამ, ეს რაებია. ეჭვი მაქვს რეები შეიძლება რომ იყოს. ეს რა. ეს მე გამოვიწერე. ოკეი, შო. ეს არის ყინულების გასაკეთებელი, რომელიც აკეთებს აი ესეთ ყინულებს, რასაც აქ ხედავთ რა. თავის ქალებია სხვადასხვა ვარიაციებით და შემდეგ გამოდის ესეთი ყინულები რა. ამიტომ მე მევასება ზოგადად CV-სასმელები რა, ანუ რამეს თუ სვავ, ყინულით აუცილებლად სვავ მithumetes ზაფხულში რა. ამიტომ ეს ისეთია რა, წაიფლექსავ იმას თუმცა რომ მოვა, ესეთ ყინულები რო იქნება შენ თავის ქალებიანი, ეს რა არის, ხო ხდები. პლუს აურა არის რა. აბა ეხა მიხსენით ეს რა არის. შო. ეს არის ჩემი AirPods-ებისთვის გამოვიწერე აი ესეთი რაღაც, რომ ამაზე ჩამოვკიდო. ტელეფონის кейსები. რომელიც გამოიყურება ნორმალურად და ხარისხი ხავ ნახავ.
ესე გამოიყურება iPhone 16 Pro Max-ის არის. ესეთია, მე ხა მაგეს ეს кейსი. მოდი ორივე кейსი ვნახოთ როგორ გამოიყურება ეს ჩვენ ტელეფონი რა. ტელეფონებზეც იგივე დამოკიდებული მაქვს, თუ მოგვეცდება кейსი გამოცვალებრო, ანუ ესეთი кейსი არის ხა ეს რა. ხო, ანუ ეს უფრო მოუხდა რა, მაგრამ ხელში სასიამოვნო აი ეს უფრო არის. ვიდრე ეს. кейსები კაი აქვთ რა, ანუ ვინმე თუ ფიქრობთ, რომ ტებუდან გამოწეროთ кейსები, რაღაც кейსები მართლა კარგი აქვთ რა, ეხა. აი ეს кейსი ოკეი არის რა. ესეც ოკეია. მაგრამ ცოტა ხელში არ სიამოვნებს. თან ეს უეჭველი მალე გაყვითლდება და ამას კიდე ალბათ არ დაეთყობა გამოყენების კვალი იმდენად რა. თან აი ესეთ кейსებს ერთი მინუსი აქვს, რომ ხელი ოდნავ ცხიმიანი თუ გაქვთ და თუ გადადის ამაზე, всё, მე აი ამიდან ცხიმს პროსტა ვეღარ ამოიყვან რა. ერთი ეგ მინუსი შეიძლება დაეწეროს ესეთ кейსებს. საერთო ჯამში კვაყოფილი ვარ ამ ორი кейსით რა, ანუ ხან ერთს გავუკეთებ, ხან მეორეს. кейსოფილია მჭირს, ზოგადად თუ იცით და თუ არ იცით, გაიგებთ ახლა. кейსები მქონდათ ჩემ წინა ტელეფონზე 14 პროზე 50 წელზე მეტი რა და თითქმის ყოველდღე სხვადასხვა მეკეთამდე. кейსები აი აუცილებელი ინვენტარი არის ჩემს სახლში. AirPods-ის кейსი. AirPods Pro-s кейსი არის, რომელიც გამოიყურება აი ესე. აი ესეთ სტილში არის. მე ესეთი AirPods-ის кейსი არის. ხარისხი დიდად არ აღფრთოვანდი ამის ხარისხით ხარ რო გითხრათ. ჩვეულებრივ უბრალოდ რაღაც ჩინელი ბავშვების გაკეთებული რაღაც არის, არ ვიცი. წესით კიდე ბევრი რაღაც არის აქ, რაც ერთი ბევრი არა, მაგრამ ერთი დიდი ყუთი არის აქ და ეს რის ოკეი. ამ ჩვენს ამანათებში ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ძვირიანი ამანათი. სადღაც 50 ლარამდე ღირდა ეს. ინსტრუქციას საერთოდ ვინმე რამის ინსტრუქციას თუ კიდე იყენებთ, ეგ არ ვიცი. ამ თავარი მიზანი ამ აპარატს აქვს ის, რომ მტვერი ამოიღოს რა. მაგრამ აჰა, всё, გასაგები. ანუ ესეთი წვრილი რაღაც აქვს, თავი აქვს და აი ამ თავს რო ვბერავს ხო. ეს უნდა იყოს მტვერსასრუტი. და ბევრი სხვადასხვანაირი კბილები აქვს კიდე რა. არ ვიცი, მე ჯერ ამას ვერ დავუმოღამებ. აჰა, всё. ანუ ორი თავი აქვს, ერთი არის მტვერსასრუტი. აჰა. ეგ არის. ანუ ორი მხარი აქვს რა, ერთი მხარი არის მტვერსასრუტის და მეორე მხარი არის, აი, იქეთ რო უბერავს რა, ბრით რო ამოყაროს მტვერი რა. შვენიერია, აი ეს ერთ-ერთი ყველაზე გამოსადეგი ნივთი იქნება, რაც კიდე უნდა გამომიწერია. იმიტომ რომ მართლა მრავალფუნქციური არის, ანუ თუ გინდა მტვერს აქეთ შეუბერავ, თუ გინდა პირიქით შეიწოვ. აქ შეგიძლია რაღაც ფილტრი უყენია და კიდე აქვს რაღაც სხვადასხვა თავები ეს მისადგომად რო ხო. აი. ხო, აი ეს ვარიანტი არის რა, რომ უფრო წვრილ ადგილებში შეაღწიოს თავმა, ასე ვთქვათ. ესენი ჯერ არ უცრებია. და იტენება ცოტა განსხვავებული დამტენით, ანუ USB-ს თავი აქვს აქეთ ხარეს, მაგრამ აქეთ რაღაც ესეთი აი ძველ Nokia-ებს რო ქონდა, ეგეც შესაძლებელი აქვს ფოკუსმა მგონი ვერ დაიჭირა და საიდან აჰა, უკანა მხრიდან აი აქ ესე გაურჯობ, ვით. ახლავით. ხო და ესე იქნება დატენით რა. всё, აი რამეა. შემდეგი ნივთი, ოპა. მოდი ვაფშე ამოვააგოთ აქ რაღაცეები. გადავიდეთ. ეს არის ჩვენ შემდეგი ნივთი, რომელიც არის რა. ეს არის USB hub. რომელიც გამოიყურება ეს. USB hub-ი მეგობრებო, თუ კომპიუტერთან ხშირად ხართ და ზოგადად setup-ი გაქვთ, ან კომპიუტერი გაქვთ და ზოგადად ბევრი device-ი გაქვთ, USB hub-ი არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რამ თქვენს ოჯახში. და ზოგადად ადამიანებისთვის, რომელიც ზოგადად კომპიუტერს იყენებთ რა. ჩემს შემთხვევაში ეს USB hub-ი ვიყიდე იმიტომ, რომ მე მაქვს ესეთი MacBook-ი, რომელსაც აქვს მხოლოდ 2 წელი Type-C შესაძლებელი რა. ეს არის MacBook Pro
და ეს USB hub-ი კიდე მჭირდება ხოლმე, რომ სხვადასხვანაირი თავები აქვს რა. ну შეგიძლიათ ეს თავები შეერთოთ. ანუ ამ შემთხვევაში კიდე დამატებით 2 წელი Type-C არის, HDMI კაბელი, 2 USB 3-დან 2 აქვს, micro SD კარტის სამკითხველი აქვს, კიდე SD კარტის სამკითხველი აქვს და პლუს ინტერნეტის კაბელის შესაერთებელი, ეგრეთ წოდებული Ethernet-ის Ethernet, ეს რო იწერება, მაგისი შესაერთებელი არის რა, რომ ინტერნეტი უფრო კარგად გქონდეს, თუ მაგალითად რამეს იწერ. ეს მომეწონა, ხარისხი კაია, იმედია მუშაობს. კაი, ამის ინსტრუქციები, რა თქმა უნდა, რასაც არ ჭირდება. ეს რა არის? ეს ნაგავია. კაი, გადავიდეთ შემდეგს. ეს არის ჩვენი შემდეგი მორიგი, ასე ვთქვათ, Apple Watch-ის სამაჯური. всё, ეგა. ჩავკაჩი. ну ზუსტად იგივე ხარისხი არის, უბრალოდ ფერი არის განსხვავებული. ზუსტად იგივე ხარისხია, უბრალოდ ფერი განსხვავებული და ესეც 10-დან 10. იმიტომ რომ ხარისხი იგივეა. ეს არის სათვალის საწმენდი. 100 ცალი. რა თქმა უნდა, დავიცი, რა დამოვიხ. ოპა, რაც შეეხება ამას, ესეთი ძალიან ხადაობა ჩანთაზე ან რა გასაღებზე ჩამოსაკიდებელი, რასაც ხედავთ, ზუსტად ის არის. ლუდის ბოთლი, თევზი და წიქა რა, ლუდის კათხარი. დღეისათვის ჩვენი ბოლოს წინა ნივთი არის ესეთი coin-ი, რომელიც არ გახსენი. როგორ იხსნება? აჰა, აგერ იხსნება. წესით. კი ბატონო, ეს უნდა იყოს გასახსნელი, მაგრამ ვერ ხსნი. всё. ეს ძალიან კაია. Welcome to Las Vegas-ის ტოკენი არის ესეთი. აი, დაახლოებით რომ წარმოდგენა შეგექმნათ რა არის. ესეთი ტოკენი არის პოკერის რა და საკმაოდ მძიმე და ლამაზი და ესეთი ჭყვიალა ტოკენი გაიჩიტა. ანუ ხარისხი მართლა კაი აქვს ამას და 3-4 ლარი ღირდა რა. და მოდი მეგობრებო გადავიდეთ დღეისათვის ჩემთვის ყოველ შემთხვევაში ყველაზე საინტერესო ნივთზე, რომელშიც მივეცი თითქმის 100 ლარი. და ეს არის წყლის თოფი. არ მოგესმათ, რომელსაც აქვს საპრესორი, red dot-ის სკოუპი და ასე შემდეგ. ეს ეხა ის მხარე, იმიტომ გაჩვენეთ, რომ აი ცოტა გოგო შკური არის, 8 მარტი კი იყო, მაგრამ მაინც თუ ვინმე გოგო მიყურებთ წინასწარ კი და მოგონებთ გილოცავთ 8 მარტს, მე არ ვჩვენებ ეს ვიდეო საერთოდ მარტში არც დაიდოს, მაგრამ არა, მარტში უწველი დაიდება, მაგრამ M416 არის მეგობრებო ცნობილი, როგორც PUBG-ში M4, რომელიც არის თქვენ რასაც M4-ს ეძახით. ეგ M4 არის counter-ის მოთამაშეებისთვის კიდე. ეს არის M4 A4 და ასე შემდეგ რა, ნუ M4 ტიპის იარაღი არის. რომელშიც ისხმება მხოლოდ წყალი, არ მუშაობს რა ის რაღაც ბურთულებზე და რაღაცებზე, უბრალოდ წყალი არის რა. მე კი მინდოდა რომ ბურთულები ანი მეყიდა, მაგრამ ვერ ვიპოვე. ამიტომ დავჯერდი აი ამას და მე არ ვიცი ამას რამდენად გამოვიყენებ როგორც წყლის თოფს. აბა ვნახოთ ამაში. ოპა. ეს რა, აჰა, ელემენტებს აყოლებენ საბაჟოზე? ერთ ესეთი ელემენტი აქვს. და ეს რა არის? აჰა, всё. ანუ ელემენტი აქვს. თავში მაგრამ ამ ელემენტს დამტენი არ ჭირდება? აი ელემენტის დამტენი. რამხელა საპრესორი აქვს ბიჭო. წესით ჯერეს მაგრდება და მე ამას უნდა დავამაგდეს საპრესორი, ხო? ხო, კი ბატონო. ესეთი ვარიანტი არის. ეს არის სკოუპი, რომელიც ალბათ სადმე აქ დამაგდება, შემდეგში როცა მე დავუყენებ. აი ეს ალბათ აი ასე აქ დამაგდება, ოპა. უკვე გავს რაღაცას. და ესეთი ძერს კი რაღაც არის რა. უნდა. საკმაოდ აი და. კაი. იდეალური. მაგრამ ეს როგორ დავამაგროთ ახლა ჩვენ ეს? ესე. და აქედან დავამაგროთ აი ეს. всё. ესე ჩვენი M4. რომელსაც ეს ცოტა ზემოთ უნდა კონდეს კიდე, ალბათ. აჰა, ეს. ესე გავაწყეთ მეგობრებო ჩვენი M4. ეხლა მე მაგრად მაინტერესებს ამას. რამე ცალკე ჩამრთველი აქ არ აქვს.
როგორც მივხვდი აქვს, აი ეს ელემენტის შესაერთებელი. თქვენი ეს. კი ბატონო. შევერთეთ ელემენტი. და რა ხდება ახლა? ამ ელემენტს რო ჩართავთ, მე აქ ესეთი შესაყოფი აქვს. ჩაკეტავთ რა. იმედად თავზე არ გადავისხავ. რამდენი ჩადის არ ვიცი რა. გავავს. წავედით. მოკლედ ვერ მოვიფიქრე სადმე ჩვენი ვინა და აი დაახლოებით ამას თუ უყურებთ ახლა ესეთ შოთებს აკეთებს რა. ანუ არ ვიცი გამოჩნდება თუ არა, მაგრამ ძალიან ძერსკია. ანუ ძალიან კაია. და ხო, მე მგონი აი ამან ყველაზე მეტად გაასწორა რა. ხო. ეს იყო ყველაზე კაი ამანათი ალბათ დღეს მართლა მაგრად გამისწორდა. ზაფხულამდე მოვიცდი და მე აი ამ ჩემ მეგობრებს ალბათ ამით გავაწვალებ ხოლმე რა. მოკლედ დღეისათვის სულ ეს იყო, ბევრი ნივთი იყო ასე თუ ისე, მე გადავხედავ იმედი რამე არ დამაკლეს. თუ მოგწონთ ეს სტილის ვიდეოები და ვიცი რომ მოგწონთ და მე საერთოდ მიყვარს რაღაცების გამოწერა და მე გაახსნა და ანუ სახში იმდენი რაღაც მაქვს გამოწერილი, ეგეთი ნაყიდი არ მაქვს რა ადგილზე რა. ანუ გამოწერები ძალიან მევასება და თვითონ ამ გახსნის პროცესებით მაგრად ხალისობ რა. ასევე თუ იცით რაიმე მისტერი ბოქსები თუ არის დემოზე, ეგ არ ვიცი, მაგრამ ეგ უფრო გამისწორდებოდა რომ რაღაცას ვიწერ ვაძლევ 300 ლარს და რა ამოვა რა, რაც მე თვითონაც არ ვიცი რა ამოვა. აქ რა თქმა უნდა უკვე მე ვიცოდი რა უნდა მოსულიყო შესაბამისად. თუ მოგწონთ ესეთი ვიდეოები, დალაიქეთ ეს ვიდეო. უკვე ამ არხზე ნელ-ნელა დაიდება რაღაცები, რასაც ნახავთ. ბევრი საინტერესო ვიდეო იქნება და ძალიან კაი რაღაცები გეოდებათ წინ, ამიტომ გამომიწერეთ და ლაიქეთ ეს ვიდეო და დატოვეთ კომენტარი, რას იხილავდით შემდეგში რეები გავხსნათ ან საიდან გამოვიწეროთ ამანათები. ნუ რაც გამოვიწერეთ, ნაგავი ამ გამოწერაზე საერთოდ არ ყოფილა სხვათა შორის რა. აი ამის გარდა რა, ეს დიად არ გამესწორდა ხა кейს. აბა ჰე მეგობრებო და მომავალ შეხვედრამდე. ადიოს.